მოგესალმებით, დიდი სიყვარულით. ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას. ეხლა გავაკეთე საჯარო გაშლა. მეგონა ჩაიწერა და თურმე არ ჩაწერილა. არა და ისეთი კარგი გაშლა, იყო ძალიან დამწყდა გული, მაგრამ არა უშავს. თავიდან ჩავწერ. მოდი ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. ესე იმისთვის რომ უფრო მიხვდეთ, თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში. ისვენებდეთ. შესაძლებელია ზოგიერთი აკეთებდეთ მედიტაციებს. ზოგიერთი შესაძლებელია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სულიერადად ისვენებდეთ. ზოგიერთი შესაძლებელია გქონდეს რაღაც სირთულეები და პრობლემები, რომელიც თითქოს რაღაცნაირად იცით როგორ თითქოს თქვენს გზაზე მხოლოდ თქვენ მიდიოდით მარტო და გარშემო არავინ და არაფერი იყო და ვერავინ ვერ გეხმარებოდათ რაღაცნაირად თქვენ თითქოს თქვენს პრობლემებს და თქვენს ტვირთს თქვენ თვითონ მარტო მიათრევდით და ვერავის ვერ უმხელდით და ვერ ეუბნებოდით ამის შესახებ, რადგან ალბათ აზრიც არ ქონდა და თქვენ გასავლელს სხვა ვერ გაივლიდა და თქვენ უნდა გამოსულიყავით ამ სიტუაციიდან და ამ მდგომარეობიდან. ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ ისეთ ენერგიებში, აი თითქოს რაღაც ზოგიერთთან შესაძლებელია რაღაცას სწავლდეთ პირდაპირ მნიშვნელობით. ზოგიერთთან ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია. იცით როგორ ზოგიერთი შესაძლებელია ბევრ რამეზე ფიქრობდეთ. რა არის სწორი, რა არ არის სწორი და ასე შემდეგ. ზოგიერთი შესაძლებელია აი რაღაცნაირად თითქოს ფიქრდებოდეთ ეს სწორია, სწორად ვიქცევი, ანუ სწორი მიმართულებით არის ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არასწორად ხომ არ ვიქცევი და ისე ხომ არ ვაკეთებ, აი თითქოს გინდათ ისე მოიქცეთ, აი რაღაცნაირად თითქოს ღმერთის ნება უნდა ახსრულდეს დედამიწაზე, აი რაღაცნაირად გინდათ რომ უფლის ნება შეასრულოთ, არ გინდათ რომ გზიდან გადაუხვიოთ, რაღაცნაირად მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ღმერთს არ დაშორდეთ და ისე იცხოვროთ რომ შეცდომები არ დაუშვათ, ისე იცხოვროთ რომ არასწორად არ მოიქცეთ და ასე შემდეგ. არ ვიცი ისთვის ვიყო ეს სიტყვები ნამდვილად არ ვიცი, მე არ მეთქვამს, რაც წარმოვიდა ის გითხარით. მოდი ახლა ვნახოთ რა სირთულეები მიდის თქვენი ცხოვრებიდან. რა სირთულეები მიდის თქვენი ცხოვრებიდან, ანუ რა მიდის? ის რაც თქვენ გაწუხებდეთ. რა სირთულეები მიდის? ზოგიერთი შესაძლებელია ანუ რა თქვა შემიძლია რა. ზოგიერთი შესაძლებელია ძალიან გეტკინათ გული. როგორ თქვა იცი, ზოგიერთი შესაძლებელია იყო ასეც რომ თქვენ იყავით სამკუთხედში და გიყვარდათ ისეთი ადამიანი, ვინც არ იყო თავისუფალი, რამაც თქვენ ძალიან გული გატკინათ, რაც თქვენ ძალიან გულზე მოგხვდათ და აი თითქოს რაღაცნაირად აი გადაიღალეთ, აი რაღაცნაირად დაგშალათ რა ამ სიტუაციამ, აი თითქოს რაღაცნაირად გული ძალიან გეტკინათ რა. ამ ზოგიერთ შესაძლებელია არ იყოს რა თქმა უნდა ყველაზე სამკუთხედი და ყველაზე ერთნაირად არეზონდება რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთთან შესაძლებელია იყო ესე რომ თქვენ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავდით, მაქსიმალურად ცდილობდით რომ ყველაფერი იდეალურად და კარგად ყოფილიყო, ძალიან ბევრ რესურსს და ენერგიას ხარჯავდით, აი რამაც ძალიან დაგხალათ და ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიაში, რომ აი თითქოს რაღაცნაირად სირთულეები გქონდათ ცხოვრებაში, რამაც თქვენ ძალიან გული გატკინათ, შესაძლებელია ვიღაც არასწორად მოგექცეთ და თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ამას არ იმსახურებდით, მაგრამ თქვენვე გამოგყავთ თქვენი თავი ამ სიტუაციიდან, თითქოს აი ყველაფერი გინდათ უკან დაიტოვოთ და რაღაცნაირად გააგრძელოთ გზა, თითქოს გონებრივადაც ძალიან დაღლილი იყავით, თითქოს
თითქოს და იბრძვით, აი ზოგჯერ შესაძლებელია საკუთარ თავსაც კი ებრძოდეთ, რომ ეს თქვენი ფიქრები და თქვენი განცდები მოიშოროთ თქვენი გონებიდან და ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან თუ რა თქმა უნდა რაც აუღწერე ესია და რა სიახლეები შემოდის. სიახლეები იმდენი შემოდის, რამდენი კარტი ამოვიღე. ანუ თქვენ დაისვენებთ სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს, განახლებულად. თითქოს ზოგიერთთა შესაძლებელია ახალი გაცნობა, ახალი ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია თქვენ დაიწყოთ ახალი რაღაცის შესწავლა, რაც თქვენ ძალიან გაგახარებთ, აი თითქოს როგორ იცი, რასაც თქვენ დიდი ხანია ელოდებოდით და უერწყვითავდით, გაგეკეთებინათ თუ არა გადადგავთ ამ ნაბიჯს და აუცილებლად დაიწყეთ სწავლა. ზოგიერთ შესაძლებელია აინტერესებდეს ეზოთერიკა და ამის სწავლა უნდოდეს. და ზოგიერთი შესაძლებელია კიდევ მოვიდა, აი მინდა გაჩვენოთ ეს არკანი, როგორი ამ ძალიან ბევრი ფიქრი, რომ უკვე გადაღლილი ადამიანი და არ იცის ისე წავიდეს, რა გააკეთოს, ან ის თავის ცოდნასად გასცეს, ან ის თავის პრობლემები როგორ გააქროს თავის გონებიდან, რომ ამაზე აღარ იფიქროს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გამოყვათ ამ სიტუაციიდან და განვდებით. თითქოს თქვენი სულის გზას დაინახავთ და აი თითქოს განახლებული ენერგიებში იგრძნობთ თავს, გაივლით ტრანსფორმაციას და აი სრულიად ახლიდან დაიწყებთ ცხოვრებას, თითქოს თავიდან დაიბადებით, აი რაღაცნაირად ეს იტყვება. მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, რა გისურვებათ? თუ გინდათ, ახლა ჩაიფიქრეთ. თუ გინდათ ის სურვილი ჩაიფიქრეთ, რაც ახალ წელს ჩაიფიქრეთ ზოგიერთმა. ნუ, როგორც თქვენ გინდათ, მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, რა გისურვებათ? ახლოს მომავალში. თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, რა გისურვებათ? თქვენ იცით როგორ ის არის, თქვენ შესაძლებელია ცოტა კიდევ გჭირდებათ ამ სურვილის შესასრულებლად, ანუ ამ სურვილის შესრულებას შესაძლებელია ცოტა დრო ჭირდებოდეს. ზოგიერთ შესაძლებელია კი გინდათ ეს სურვილი, მაგრამ ზოგიერთ შეიძლება ფიქრობ, ნამდვილად ჩემია, ნამდვილად ამისრულდება. ზოგიერთ შესაძლებელია რაღაცნაირად იმედიც არ გქონდეს, რომ ეს სურვილი აუსრულდება. მინდა გითხრათ, რომ ესე არ მიუდგეთ სურვილის ასრულებას, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სურვილი, რაც არ უნდა იყოს, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და ვოცნებობთ, ქვეცნობიერულად უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი სურვილი შესრულდება. და უნდა წარმოიდგინოთ თავისე, აი თითქოს ეს სურვილი შესრულდა და როგორ გაგეხარდებოდათ, რას იგრძნობდით, რომ ნამდვილად შეგსრულებოდეთ ეს სურვილი. აი მინდა გაჩვენოთ, აი რაღაცნაირად ელოდებით თქვენ თითქოს როდი შეგისრულდებათ ეს სურვილი, მაგრამ მაინც და მაინც მოქმედებით არაფერს ისეც არ აკეთებთ ამ სურვილის შესასრულებლად რა. მოქმედება არ გაქვთ, თითქოს რაღაცნაირად ზოგიერთი შესაძლებელია ღმერთს თხოვდეს, რომ სურვილი შეუსრულდეს, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება სანთელსაც ანთებდეს და ლოცულობდეს. ზოგიერთი შესაძლებელია თითქოს როგორი ენერგია მოდის, იცით, რომ მომავლის იმედი გაქვთ და გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გჯერათ, რომ თქვენი დროც მოვა და თქვენი სურვილი შესრულდება. ასევე კურთხების პაჟი, აი რაღაცნაირად თითქოს თქვენს თავს აი რაღაცნაირად ბავშვურად ზოგიერთ შესაძლებელია ბავშვურად გჯერათ ოცნებების და სურვილების ასრულების. აი თითქოს ისეთი შეგრძნება მოდის ამ არკანიდან, რომ თითქოს ახალ წელს გონიათ, რომ ეს ახალი წელი, ახალი შესაძლებლობები იქნება თქვენთვის და რაღაცნაირად შესაძლებელია გჯერათ და რომ თქვენი სურვილი ასრულდება ამ წელს მაინც. მოდი დავამატებ კიდევ, ასრულდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. აი თქვენ შესაძლებელია ძალიან ბევრს ფიქრობდეთ ამ სურვილზე და მინდა გითხრათ, რომ არ არის ამდენი ფიქრი საჭირო. კი, ის რაც თქვენ ძალიან გინდათ, ნუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი სურვილია ეტყობა, მაგრამ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, დაწეროთ, ოღონდ დაწეროთ იცით როგორ, ანუ თითქოს უკვე გაქვთ ეს სურვილი, თითქოს ესე უკვე მოხდა და მე მინდა არა, უბრალოდ დაწეროთ ისე, რომ
თითქოს ამ სურვილში ხართ, თითქოს ეს სურვილი აგიხდათ, როგორ გრძნობთ თავს, რა ემოციები გაქვთ, როგორ გიხარიათ, რას გააკეთებდით და ასე შემდეგ. ზოგიერთი ძალიან ელოდებით, რომ თქვენი სურვილი შესრულდება. აი რაღაცნაირად იმედით ელოდებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა გითხრათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიდეო საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თქვენი სურვილი ასრულდება. თითქოს სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს, აი თითქოს ბედნიერებას მოგიტანთ ეს სურვილი, თითქოს ფიქრობთ იმას, რომ ეს სურვილი რომ შეგისრულდება, თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ზოგიერთ შესაძლებელია ოჯახის შექმნა ჩაიფიქრა, ან პირადი ურთიერთობა ჩაიფიქრა. აი მინდა გაჩვენოთ ეს არკანი როგორი ლამაზია. მინდა გითხრათ, რომ თქვენი სურვილი შესრულდება. აღარ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენი სურვილი ასრულდება, რომ ეს სურვილი ნამდვილად თქვენია და იმაშიც, რომ შესაძლებელია, ანუ თქვენი სურვილის ასრულებით, რომ სხვა სიას არ მოუტანთ. ანუ სხვას გული არ ედგინება თქვენი სურვილის შესრულებით. აი რატომღაც ეს სიტყვები მომინდა რომ მეთქვა, არ ვიცი რატომ. ზოგი ალბათ შესაძლებელია არის ინფორმაცია ვიღაცისთვის. მინდა გისურვებთ სიყვარულის სიმშვიდე და ბედნიერება. მოდი ამ არკანზე დავასკი.